რიკოთის უღელტეხილის დამეწყრელ მონაკვეთს დღეს დილით კიდევ ერთხელ შეამოწმებენ გეოლოგები, საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლები და ალპინისტები. მათი ერთობლივი სამუშაოების შემდეგ გადაწყდება, როდის იქნება შესაძლებელი აქ მანქანების გადაადგილება. ამ მონაკვეთზე სპეციალისტები გვიანობამდე იმყოფებოდნენ და ადგილზე იკვლევდნენ ვითარებას, რის შემდეგაც გადაწყდა, რომ უსაფრთხოების მიზნით ღამით მოძრაობა არ განახლებულიყო. თბილისის სენაკი ლესელიძის 156 კილომეტრთან რიკოთის უღელტეხილზე გვირაბის დასავლეთის მხარეს მიწა გუშინ საღამოს 5 საათისთვის ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დრომდე თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით გადაადგილება გომის საჩხერე ჭიათურის შემოვლითი გზით არის შესაძლებელი. არის აქტიური ქვისცემა, არის რთული მეწყერული სიტუაცია. ამჟამად მიმდინარეობს შესწავლა არსებული მდგომარეობის გეოლოგიური სამსახურის მიერ მიღებული დასკვნებისა და რეკომენდაციის საფუძვლებზე უკვე შემდგომ უკვე ხვალდილიდანვე იქნება შესაბამისი ადეკვატური ღონისძიებები მიღებული. ანუ რა გზით უნდა წავიდეთ, რომ აქ იყოს უსაფრთხო გადაადგილება და უსაფრთხო გაწმენდითი სამუშაოების გაგრძელება.